იცით რა არის პრობლემები ზედაპირზე დგას, აი შეიძლება ითქვას და ყველაფერი ჩვენს ირგვლივ ამას აღმოჩენაც კი არ ჭირდება, ძებნა არ ჭირდება, ყველაფერი აი ჩვენი თვალით ხედავთ ამ მიგრაციულ საზღვარ პრობლემებს, ხედავთ ჩვენი თვალით ხედავთ ამ ნარკომანიას, ჩვენი თვალით ხედავთ ერის ყდომას, ჩვენი ესეთ საქართველოსთან ესე იგი ქართველების გასვლას, დემოგრაფიულ პრობლემებს, ყველაფერს ჩვენი თვალით ხედავთ. უბრალოდ აქ რა ხდება, იცით, აი არის ასეთი კატეგორია ადამიანების, რომლებიც ხედავენ, მაგრამ რეაქცია არ არის. აი ჩვენ უნდა გქონდეს აუცილებლად რეაქცია და რატო უნდა გქონდეს რეაქცია? ამითი კარგი რამე საქართველოსთვის კეთდება? არაფერი არ კეთდება. პირიქით, შეიძლება ითქვას უსკურისაკენ მივექვანებით ისე რომ ვიმატებ და ვიმატებ სამ სიჩქარეს და რა ვიცი როგორ შეიძლება გავჩერდეთ, ხო? შეიძლება ვიფიქროთ ასეთი რამე. მაგრამ მე მინდა აი ამ ასე ვთქვათ მიმართულებით ითხრათ ერთი რამ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხელების ჩამოყრა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ის თქმა, რომ აი არაფერი გვეშველება, ჩვენ ესე ვთქვათ უარესობისკენ მივდივართ, ანუ სულ ვილაპარაკოთ უარყოფით კონტექსტში. პირიქით, როცა ჩვენ ხედავთ აი ასეთ განწყობილებას, ჩვენ რწმენა რატო გჭირდება? აი საეკლესიო, ეკლესია რატო ეხმარება ქვეყანას განვითარებაში? იმიტომ რომ ეკლესია გვეუბნება, რომ აუცილებელია რწმენა ღვთისა, თუ შენ ღვთის რწმენა გაქვს, აუცილებლად გადარჩები. ასეთივე რწმენა უნდა გქონდეს ჩვენი სამშობლოს მიმართ, რომ ჩვენი სამშობლო გადარჩება. და ჩვენ, როდესაც აი ესეთი პოზიტიური განწყობილება გვექნება, ჩვენს გარშემო ადამიანები ვინც შემოიკრებებიან, მათაც უნდა გადავცეთ ეს პოზიტიური განწყობილება. მე ახლა მინდა გითხრათ ერთი საოცარი რამ. შეიძლება გაუკვირდეს აქ ვიღაცას და თქვას რომ რაც ამბობ მამა დავითიო, მაგრამ თქვენ აიცოდეთ რომ დღევანდელი ხელისუფლების ესე ვთქვათ საკითხი დგება ასე რომ ისინი არიან კრიზისში სული და ნელ-ნელა იწყება ამ ქართული ოცნების დეგრადაცია, დაშლის პროცესი. ეს გარდაუვალია, იმიტომ რომ ის რაც ხდება, ჩვენ უყურებთ აი ეს პოლიციური მეთოდები, ასე შემდეგ, ასეთი აგრესიები, ასეთი ასე ვთქვათ დაპირისპირება საკუთარ ხალხთან და სიცრუის კომპანია მიანიჭნებს იმას, რომ მათ უკვე ფაქტიურად იციან, რომ საყრდენი ნელ-ნელა ეწლებათ. ანუ პროცესი დაწყებულია ქართული ოცნების დაშლის და ასე ვთქვათ დეგრადაციის, ამიტომ ეხლა ჩვენ გვჭირდება ყველაზე მეტი პოზიტივი. გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენ ერთად დავდგეთ, ვისაც ქართველობა უნდა, ვისაც საქართველო უყვარს, ვისაც თავისი ერი უყვარს, ერთად შევიკრათ კონსერვატიული იდეოლოგიის გარშემო. იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი და სწორი გზა, სხვა გზა არ არსებობს. სხვანაირი გზა არ არსებობს, იმიტომ რომ თუ ჩვენ არაერთგზის აგვიხსნია ამის შესახებ, თუ რაც ნიშნავს კონსერვატიული იდეოლოგია, შეიძლება თავიც კი მოგაბეზრეთ, მაგრამ უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ თუ პოლიტიკური ძალა ეყრდნობა ქრისტიანულ მორალს, ქრისტიანულ ზნეობას და მისი ასე ვთქვათ მიზანი არის, რომ ამაზე ააწყოს ქვეყანა და კანონმდებლობა, ჩათვალეთ, რომ ეს არის ყველაზე სწორი გზა. იმიტომ რომ ქრისტიანობა არსებობს 2000 წელია და იარსებებს კიდევ, სანამ ადამიანში არის ღვთის რწმენა, ხო? ასევე რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, კონსერვატიული იდეოლოგია შემოიტანს სწორედ იმ გზას და იმ საშუალებას, რომ ქართველი იყოს საქართველოსათვის, საქართველო იყოს ქართველისათვის და აქ ცხოვრება აიწყოს ისე, როგორც უკეთესი იქნება თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის. რა თქმა უნდა, ეხლა აქ ჩვენ ოპონენტებიც გვეყოლება, რომელიც გვისმენენ და ამბობენ, რომ მოიცა კაც რაღაც სისულელებს ვლაპარაკობთ. მაგრამ აი მამა სპირიდონო წამ ბძანა რომ სადღაც შევდივარ და ვეღარ გავიგე სად შევდივარ, ხო? გონია რომ შევდივარ, მაგრამ არ შევდივარ სინამდვილეში. და ეს არის, ცით რა, ეს შესვლის პროცესი არის სწორედ გარედან მოხოვული აზრი. ჩვენ არსად არ უნდა შევიდეთ, ჩვენ უნდა დავრჩეთ საქართველოში და საქართველო იყოს ჩვენი.
და ჩვენ ვიყოს ქართველები უნდა ვიყოთ ყველანი ამ ქვეყნის ბატონ პატრონი და მოუაროთ ამ ქვეყანას, დავაყენოთ სწორ რელსებზე და განვითარდეს ეს ქვეყანა ისე როგორც საჭიროა. აი ეს არის ყველაზე სწორი აზრი და სწორი იდეოლოგია. ამ იდეოლოგიას კი ახორციელებს ორგანიზებული ძალა, რომელსაც ქვია ამას დამალვაც არ ჭირდება არაფერი, ახლა ენის მოჩლექით არავის არ დაგელაპარაკებით, თუ იმეს გსურთ, რომ გადაარჩინოთ საქართველო და ჩვენი ერი და სამშობლო, უნდა დადგეთ აუცილებლად პარტია კონსერვატორები საქართველოსთვის. ამ პარტიის გვერდით, იმიტომ ეს არის ორგანიზებული ძალა, ეს არის ის ძალა, რომელსაც უნდა აი ამ ყველაფრის სწორ პოზიციებზე დაყენება და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი, ბევრად უკეთესი მომავალი ვიდრე დღეს არის. აი ეს პრობლემები, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ დღეს, იმიტომ კი არ ვლაპარაკობთ ამ პრობლემებზე, რომ გეხალისება, წუწუნი და ასე შემდეგ. იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ ესენი გამოსასწორებელია. ეს ყველაფერი უნდა მოგვარდეს და დაალაგდეს და ისე უნდა წარიმართოს ის მიგრაციის პროცესები, ის საუბრობთ წეღანა ჩამოთვალე, აღარ ჩამოთვლი მეორედ, ყველაფერი ეს უნდა მოწესრიგდეს. და აი ამისი ძალა აქვს ორგანიზებული ძალა სწორედ კონსერვატიულ პარტიას. ამიტომ ჩემო მეგობრებო, ჩემო კარგო ქართველებო, ჩემო საყვარლო ადამიანებო, ვინც ჩვენს გვერდით გეხართ, ვინც ჩვენ გვიყურებთ, ვისთვისაც ჩვენი ქვეყანა არის სამშობლო და ჩვენი ერი არის მშობლიური ერი, ყველას უნდა ეს გულში აუცილებლად გქონდეთ ეს სიყვარული და სითბო თქვენი სამშობლოს მიმართ და ჩვენი ქვეყნისა და ერის მიმართ. და მაშინ თუ ეს ასე მოხდება და გულწრფელები ვიქნებით, თუ მართლები ვიქნებით და სიმართლის მხარეს ვიდგებით, აუცილებლად ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ გამარჯვებულ ოლქში ვართ შესული. აუცილებლად გავიმარჯვებთ. არ არსებობს ეს კარი გამორიცხული. ეს არის დიალექტიკური პროცესი, რომ ჩვენ გავიარეთ ყველა ფორმაცია თითქმის რაც შეიძლება და განსაკუთრებით გავიარეთ ეს საზიზღარი ლიბერალური იდეოლოგია, რომელმაც გარკვნა გაუბედურა ადამიანი და ქვეყანაც მიიყვანა დაღუპვის ზღვრამდე და ეხლა იწყება ჩვენში სწორედ აი ეს დრიტა შემოდის, რომელმაც უნდა დაბადოს, აღორძინოს, რომელმაც უნდა განავითაროს ჩვენი ქვეყანა და წაიყვანოს წინ. აი ეს არის ჩემი სათქმელი.